ჯიჟის წუნწუხის დაყენება მინდა გიჩვენოთ ეს ის ჯადოსნური ელექსირია რომელიც ყველა მებაღეს უნდა კონდეს ამის გარეშე ბაღი და მებაღე ჩათვალეთ რომ არ გამოდის ამაზე უფრო ბუნებრივი ამაზე უფრო ჯანმრთელი ამაზე უფრო კარგი საკვები მცენარეებისთვის თუ ბოსტნისთვის თუ პამიდრისთვის თუ კიტრისთვის თუ ვარდებისთვის თუ ყვავილებისთვის თუ ქოთანში თუ ბაღში თუ ხეებისთვის ჯადოსნური საშუალება ბევრი არ მეთანხმება იმიტომ რომ ქიმიური პრეპარატები და ქიმიური საშუალებები ურჩევნიათ მაგრამ მე ამის გარეშე არ ყოფილვარ და არც ვიქნები არასდროს 200 ლიტრიან ქვაფში სულ მაქვს სულ მექნება სანამ ვიქნები 200 ლიტრიან ქვაფში უნდა ჩაყაროთ 3 10 კილოიანი ვედრო ნაკელი დაცრილი ნაკელი გამზადებული ხშირად ახალი ნაკელით აკეთებენ, მაგრამ მე ძველი მირჩენია. ჩვეულებრივი საქონლის ნაკელი გაცრილი ოღონდ. ამ ჭურჭლით სულ გვიდევს ჟიჟა და როცა ვაკლებთ იქიდან სულ ვამატებთ. ერთადერთი რასაც ყველასგან განსხვავებულად ვაკეთებ, არის რომ ნამარგლი ბალახი ყველაფერი იყრება ამ ჭურჭელში. გაზაფხულზე ბევრი ბალახია. თავისი ფესვებიანად, ღეროებიანად, ამ შემთხვევაში ბოლოკურებია, აი როგორი გათესლებული უკვე ნამარგლი, აი სამბახებიდან გამოტანილი ბალახია. ამას ყველაფერს ამ ქვაბში ვყრით. ძალიან კარგია და უხდება ძალიან ჭინჭარი. ეხლა მე ჭინჭარი არ მაქვს და როცა საშუალება მაქვს საიდანვე მოვიტანო, ბაღში არ ვხარო ჭინჭარი ჩემთან და თუ სოფელში მოვხდი სადმე და ჭინჭარი ხელი მიმიწდება, აუცილებლად ჩამომაქვს და ამ ჟიჟაში ვამატებ. ძალიან კარგი საშუალებაა. სურა კახეთში არ იყო ესეთი რამე? არა, ჩვენ არ ჟიჟას ამზადებდნენ, მაგრამ ჩვენ არა ბაღისთვის. დიდად დამწვარი ნაკელი შედგება. ხო და ჩვენ გურიაში ამის გარეშე არ ვიყავით და მე დავამატე გერმანული ცოდნა. ეს ჭინჭრები და ბალახის ჩაყრა გერმანული ამბავია. ჩვენ გურიაში ბალახს არ ვდებდით. მარტო ახალი ნაკელით აკეთებდა ბაბუა ჩემი და სულ წვიმიან დღეებში გამოქონდა ვედროებით და სულ ასხამდა პამიდორებს და ისეთი მოსავალი მოყავდა 3 მეტრიან სარზე მოდიოდა პამიდორი. აქტია რომ ამაზე საუკეთესო სიტი არ არსებობს. არ არსებობს, ეს არის ძვირფასი საშუალება და ბუნებრივი, ბიოლოგიური და ღერო, აი ვარც ამით ნაკვეთ, ვარც მუხჩორისები აქ ახლო. არის აი აზოტს რო უკეთებენ, იქ იწოწება და არ ვარგან. ასე დაყენებულ ჟიჟას დავახუროთ უნდა თავზე, სადი ობიექტისა. დავახუროთ უნდა თავზე. ჯოხით ავტოვოჩიგნით. გაივლი უნდა მოურიო. გამოივლი უნდა მოურიო, დღეში რამდენჯერმე, რაც უფრო ხშირად უკეთესი. არ უნდა გამოგრჩეს. თავზე დაახურავთ და რაც უფრო სითბოებია, უფრო ჩქარა ადუღდება. უნახეთ რომ ადუღება დააკლდა და ვერ ადუღდა, ვერ ამოტრიალდა და ბუნებრივი დუღილი არ წავიდა, მაგისთვის არსებობს ვებარი საშუალება, საფუარი, ჩვეულებრივი პურის საფუარი, 1-2 კოვზი, ნუ დაგენანებათ. მიახმარეთ. ცოდვა გამხელილი ჯობიაო. მე ბევრიც არ უნდა მოგივიდეთ, თორე გადმოფულდება და სულ გადმოგივათ ეს ჩვენიერი ნაზავი. ეხლა ეს რომ ადუღდა და დამთავრდა, 10 დღე მაინც დაჭირდება ამ ამბავს, სულ უნდა გედგეთ ასეთი ქვაბი. ამ ქვაბიდან ამოგვაქვს 1 ლიტრი ეს სნარი, უბედურებაა, მაგრამ რას ვიზამთ? და ვურევთ 10 ლიტრიან ვედროში, 10 ლიტრიან წყალში. ჯოხი მომეცი. კარგად მოურევთ. და ამას რასაც დაასხამთ, ყველაფერს გადარეთ. იქ დააკლდა, იმას დააკლდა, ახალს დაამატებთ. ნაკელსაც ახალს დაამატებთ, წკინცაც ახალს დაამატებთ, ბალახს გამომარგლით ჩაამატებთ და ამას ყველაფერს გნებავთ ქოთანში. გნებავთ ბაღში. ეხლა მე ზამბახებს მივეცი 1-10 დღის წინ და ნახე რა უკნა. გადარია საუკეთესო საშუალება. არ გაწყენთ, არ გავნებთ. ერთადერთი უარყოფით ის არის, სუნი აქვს ცოტა უსიამოვნო. წვიმიან დღეებში თუ გააკეთებთ, სუნიც არ ექნება.